28 ივნის ზალაში შევიდა კანონი, რომელთაც სასამართლოს დარბაზში, სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო, ვიდეო და აუდიო გადაღება აიკრძალა, ასევე დაუშვებელი აღარ არის ტექნიკის ჩამორთმევა და უფლება მოსილ პირს ექნება მხოლოდ გადაღების უფლება. ამით ფაქტობრივად სასამართლო დარბაზების სრულად დახურვის, იქედან ინფორმაციის გამოტანის გართულების შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მოკლედ სასამართლოს ამბებზე ვისაუბრებთ უკანონო პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში. მულტიმედია რეპორტიორ მინდია გაბაძესა და სოფო აფციაურთან ერთად. მინდია პუბლიკადან არის და სოფო 64-დან. მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში სანამ წავალთ იმ სასამართლო პროცესებზე, რაც უკვე თვეებია მიდის, დღევანდელ ამბებზე რომ მითხრათ, იმიტომ რომ 28-ში ოფიციალურად შევიდა ზალაში ეს კანონი, როგორი იყო დღევანდელი დღე სასამართლოსთან, მაგაზე მომიყევით და ხსულთავიდან. ხო, როდესაც მივედი, მოკლედ კამერები დაგხვდა ჭიშკართან და სიმართლე გითხრათ, ძალიან გულუბრყვილოდ გამომივიდა. პირველივე დღეს არ ველოდი ესე აღსრულებას თუ დაიწყებდნენ, მაინც რაღაცნაირად გავოცდი და ვკითხეს ხოჭორს რადიო თავისუფლების ეკა ქევანიშვილს და ეგეთი პასუხი დამიბრუნა, რომ კი ველოდებოდი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია რეპორტიორად მუშაობდა, ეს გამოცდილება მაქვსო და თან ეკას ახსოვს ის პერიოდი, ეს ნაციონალური მოძრაობის პერიოდი, როდესაც აიკრძალა სასამართლოს ხდომების გადაღება, მათ შორის გადაღება ეზოშიც და ეკას პასუხიც ძალიან ბუნებრივი იყო რა და მე არ ველოდი თუ ესე პირველივე დღეს დაიწყებდნენ აღსრულებას. მოკლედ ამბავი ის არის, რომ მე ისედაც ვერ ვიღებს ხდომებს, იმიტომ რომ ონლაინ მედიას ამისი უფლება არ აქვს, მაგრამ აქამდე თავისუფლად დავდიოდი ხოლმე კამერით კორიდორშიც, რა ვიცი, ხდომის დარბაზში ჩემქონდა, უბრალოდ ჩანთაში მედო ხოლმე, მაგრამ დღეს ესე შლაგბაუმთან დაგვაყენეს, მანდატურებმა გამოგვიცხადეს, რომ არის უკვე ახალი კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ გაქვთ უფლება შეხვიდეთ ეზოში და ფაქტობრივად ეს ტექნიკური პრობლემა შემექმნა, იმიტომ რომ 11 საათზე იწყებოდა 11 პოლიტპატიმრის პროცესი, მე უნდა შევსულიყავი და სხდომაზე ვყოფილიყავი, მაგრამ ძალიან ისეთი პრაქტიკული პრობლემა შემექმნა, კამერას ვერსად ვერ ვტოვებდი და ამ ლოჯისტიკურ რაღაცა პრობლემების გამორჩევაში ვიყავი და საბედნიეროდ შევედი მე, იმიტომ რომ მინდიამ დაიტოვა ჩემი კამერა, მაგრამ ანუ ეს რაღაცა ხელი შემშლელი ფაქტორი დღეს იყო, თუმცა გავითვალისწინებთ ამის შემდეგ კამერას ან საათმე დავტოვებ ხოლმე, ან უბრალოდ არ წავიღებ და მე მობილურით გადავიღებ, თუ მობილურის შეტანაც არ აგვიკრძალეს აწი უკვე სასამართლოში. შენ თქვი, რომ აიკრძალაო რეალურად შეიზღუდა ამ კანონის საფუძველზე, მაგრამ დღეს ფაქტობრივად ეგეთი დღე ვნახეთ, რომ აკრძალულია და ეს ნებართვა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასცემს, ეს უწყება ფაქტობრივად კომუნიკაციაზე არც გამოსულა, მაგაზე ალბათ უფრო მინდია ილაპარაკებს კარგად, იმიტომ რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ამ საბჭოსთან. ხო, აი რომ მოგვიყვე პუბლიკას პრეცედენტი ჰქონდა დღეს. მეც აღნიშნავ, გამარჯობა პირველ რიგში და მეც აღნიშნავ, რომ კი ონლაინ მედიებს უკვე დიდი ხანია, რომ ეს კეთილინების მოსამართლეების კეთილინების საფუძველზე აღარ შეგვიძლია გადაღება, იმიტომ რომ მანამდე რაც იყო ის კანონი, ძველი პრაქტიკა იყო მხოლოდ მაუწყებლის მქონე ტელევიზიებზე, თუმცა ამის მიუხედავად მე მქონდა ნებართვა ტელევიზიებიდანაც და ამის გამოშევდიოდი და ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომ მე როგორც ონლაინ მედია თუ ტელევიზიის წარმომადგენელი შევსულიყავი და გადამიღო პროცესები და რაღა დაგიმალოთ და როგორც სოფომ აღნიშნა, მეც მეგონა, რომ რეალურად ვიცოდით, რომ ეს საბჭო, რომელსაც უნდა მიმართო ახალი კანონის საფუძველზე ხო, ნებართვისთვის, ვიცოდით, რომ რა თქმა უნდა, ეს სწრაფად არ იზავდნენ, ანუ ვერ არ იზავდნენ და რაღაც პრაქტიკაში როგორ იქნებოდა არ ვქონდა მაგის მოლოდინი, რომ ესე სწრაფად მოახერხებდნენ შეკრებას ან ნებართვის გაცემას, თუმცა მჯეროდა, რომ ამას გაითვალისწინებდა მოსამართლე და იტყოდა, რომ იცი რა, მოდი, რადგან არ იციან საბჭომაც და რადგანაც ეს ხდება დღეს და აგერ სასამართლო უკვე იწყება და მნიშვნელოვანია სასამართლოს ღიაობის საკითხი, მოდი გამონაკლისის სახით დაუშვებთ და ძველი წესით მოხდეს ამ პროცესის გადაღება. და ნუ ეს იქამდე იქნებოდა ალბათ ყველაზე ლოგიკური, სანამდეც ეს საბჭო არ მოახერხებდა შეკრებას, მსჯელობას იმაზე თუ რა სახით მოხდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, სასამართლოს დაწყებიდან პირველივე 10 წუთში მივხვდით, რომ
საერთოდ სხვაგან ვარ და არანაირი იმედი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მიზანი მათი არის ის, რომ ჩაიკეტოს სასამართლო და რეალურად არავინ არ დაგიწყებს, არც ერთი მოსამართლე არ დაგიწყებს იმის ფიქრს და იმაზე მსჯელობას, რომ აბა როგორ მოახერხო, რა გზით შემოხვიდე სასამართლოზე და გადაიღო ესა თუ ის პროცესი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც არის, რომ ხო დღეს მოხდა ეგეთი პრეცედენტი, ანუ უკვე დაშვების დონეზე აღარ არის, ანუ თეორიულად აღარ შეგვიძლია რომ იმშელთან პრაქტიკაში მოხდა, რომ პროცესი ვერ გადავიღეთ, ვერც ფოტომ, ვერც ვიდეომ, ვერც ტელევიზიამ, ვერც ონლაინ მედიამ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ალბათ ისევ და ისევ ჩვენი მუშაობის ონლაინ მედიის მუშაობის პრინციპი, რომ დღეს გამოკითხული მაგალითად ხო ეს გამართლებას ოძახი, მაგრამ დღეს გამოკითხული 4 მოწმე პოლიციელი, რომელიც სხვადასხვა საქმეში ფიგურირებდა სხვადასხვა სინდისის პატიმრის საქმეზე, აქამდე გადაღებული ყავდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ჩემი აზრით, იმიტომ რომ არა ის ნამუშევარი და ის გავლილი პერიოდი, იმიტომ რომ ეს სრუმოწმეები, სრუმოწმებს ოძახთ ხოლმე, ვინაიდან მართლა არაფერი არ არის თუ არა სრუმოწმე. ფაქტებზე რომ ვერ ასვამს ერთმანეთს ვარაუდითაც კი ეს ადამიანები სხვა საქმეებში ფიგურირებდნენ და სხვა საქმეებიდან ჰქონდა მათი ფოტოები იმ დროს, როცა ჯერ არ იყო ეს ახალი კანონი დაინიცირებულიც. შესაბამისად, ხო, ეხლა დღეს უბრალოდ გაგვიმართლა ეს და არ ვიცით რა იქნება უკვე შემდეგი დღეები, იმიტომ რომ ყოველ დღე არის პროცესი ამა თუ იმ სინდისის პატიმრის. ეს კვირა არის კიდე გამორჩეულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მინიმუმ 2 პროცესი არის პროცესის დასასრულს ველოდებით, ანუ განაჩენის გამოცხადებას. მათ შორის საბაჯიქიაზე, გიორგი მინდაძეზე და ფაქტობრივად, ანუ 3-ში არის ჩანიშნული და არც ვიცით როგორ მოახერხებს თუ არა მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაღაცნაირად გამოიგონოს მეთოდი, რითიც შევძლებთ ვიდეო გადაღებას ან აუდიო ჩაწერას, ვინაიდან ახალ კანონში ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ ფოტო საერთოდ არ არის ნახსენები. და ეს არის არ ვიცი ალბათ პერსონალური კომპლიმენტი, რომ რეალურად კი ფოტომ გააკეთა ის, რაც ხო ტელევიზიას ვერ აკრძალავენ, მაგრამ ხო ფოტოს აკრძალვა, მე მგონი შეუძლიათ და იზავენ მაგასაც. აი ნახოთ რას იმსჯელებს ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როგორ მოვიქცევით შემდეგ. ხო, საინტერესო იქნება ეგ გადაწყვეტილება. თან ეს ძალიან ნიშანდობლივია, რომ აი ახლა როცა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ალბათ იქ ხალხის მღელვარებაც, იქ გულშემატკივრები, რომლებიც იკრიბებიან, ის კადრები არის მნიშვნელოვანი, რაც სასამართლოზე ფიქსირდება და აქტები, რომლებიც იქ დგება. აი რას კარგავს მაყურებელი, მკითხველი, ან ხო მედია მომხმარებელი რას კარგავს და ამ ამბებს ვინც ადევნებს თვალს იმით, რომ მსგავსი შეზღუდვები და გაჭიანურების თუ სხვადასხვა გზით რაღაცნაირად მასალის მხოლოდ წერილობით დონეზე დაშვება. ანუ მინდია უფრო ბევრ პროცესს სწრაფა ხოლმე, მაგრამ აი ჩემ შთაბსლებას გეტყვი და ბოლოს აი უკვე რო ხვდებოდით, რომ რაღაც ეგეთი მოხდებოდა, რატომ მოხდა, ჩემი აზრით მაგას გეტყვი. ანუ ბოლო პროცესები განსაკუთრებით ესე კაფიო იყო, ბევრი რაღაცის გამო ეხა პუბლიკა მუდმივად ეს სრუმოწმეებთან დაკავშირებით აკეთებს უამრავ მასალას. იქ ცალკე ფოტოს ეფექტს რო თავი დავანებოთ, ძალიან ესეთი ემოციური, ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ძალიან კარგად აღნიშნა დღეს, როდესაც 30 ივნისს სასამართლოს ეზოშიც კი არ შეგვიშვეს, რამდენიმე წუთში პუბლიკამ დადო 4 უმნიშვნელოვანესი ფოტო. ეს კიდე ცალკე პრობლემის მანიშნებელია ის, რომ ყველა საქმეში ერთი და იგივე პოლიციელები ფიგურირებენ, იქ ნარკოდანაშაულია თუ ჯგუფური ორგანიზებული ძალადობა, ამას მნიშვნელობაც აღარ აქვს, უკვე იმდან დაღრეული არიან ეს პოლიციელები, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, ანუ რას კარგავს ხო მაყურებელი? ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ პოლიტპატიმრების სიტყვები და მათი გამოსვლები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციურად შენ დაიჯერო მათი, როდესაც უსმენ და ძალიან მარტივია ამისი დაჯერება, ეს რაღაცნაირად შინაგანი სოლიდარობის აღძვრისთვის ჩემი აზრით და მეორე მხრივ რას პუბლიკა აკეთებს მუდმივად სრუმოწმების გამოვლენის პირობებში, ხო? კი, ვთქვით, რომ ეხლა გაუმართლა პუბლიკას რაღაც ეს ფოტოები ქონდათ, მაგრამ ამის შემდეგ ამსახეების
ტელევიზიების დამახსოვრება სასამართლოს ეზოს გარეთ იმდენად წარმოუდგენელია, რომ სასამართლოს სხდომის დარბაზთანვე ხვდებიან ხოლმე ამ ადამიანებს სხვა პოლიციელები, რომ გაიტაცონ უბრალოდ და ჟურნალისტებთან მათ საუბარი ვერ შეძლონ. ერთი ეს იქნება და მეორე თვითონ ალბათ პოლიტპატიმრებშიც რაღაცნაირად აი ამ უიმედობის განცდას აღძრავს მე მაგ მომენტის ყველაზე მეტად მეშინია, იმიტომ რომ მათთვის ხა მინდიას დანახვა ხოლმე და ტელევიზიების დანახვა ცალკე სხვანაირი იმედის მომცემი ამბავი არის და და რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი, ბოლო პროცესებზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა უშუალოდ ცრუმოწმეების ტყუილები, მოდის ძალიან მარტივად რა ვთქვათ რა, მაგალითად ერთ-ერთმა პოლიციელმა ვერ იცნო დაკავებული, რომელზეც ამტკიცებდა რომ დააკავა სულ სხვა პოლიტპატიმარზე მიუთითა და მეორე შემთხვევა იყო დარბაზში არ იყო ის ადამიანი და სულ სხვა პოლიტპატიმარზე უთითებდა და მეორე მხრივ ეს გიორგი ახობაძის პროცესები ხოლმე კიდევ ძალიან ისეთი გამოკვეთილად ხო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმდენად მკაფიოდ ცდება უკვე ყველა პოლიციელის ნათქვამი ერთმანეთის ლოგიკასაც და ამასთანავე კიდე ერთ-ერთ პროცესზე მახსოვს ადვოკატი ეკითხებოდა რაღაცას, რომ კონკრეტულ პოლიტპატიმარზე იცოდა თუ არა იქამდე რომ დაკავებული იყო და ზუსტად 10 წუთში გადათქვა და წამოწდა რომ იცოდა დაკავებული იყო. ან ჩემი აზრით აი ბოლო პერიოდში იმდენად მკაფიო იყო მათი ტყუილები, რომ უბრალოდ მოსამართლებისთვის იყო ეს უდიდესი დისკომფორტი. ანუ ეტყობოდათ სახეებზეც, ემოციებზეც, იქ მქცევებზეც და ჩემ დიდი ეჭვი არის, რომ ეს არის მოსამართლების მიერ დაწყებული. იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, სადაც მათედევიძეს ამხელა რაღაცა სასჯელი მისცა ნინო გალუსტაშვილმა, კარგად ვიცით რა თქმა უნდა, წინასწარ ესეთ გულუბრყოლოებიც არ ვართ, მაგრამ არ უნდათ რომ მათი სახელები ბოლომდე შეილახოს. ეს არის ჩემი ვერსია და მგონია რომ სწორდაც რომ აი მოსამართლების დაწყებული ამბავი არის ეს ყველაფერი, თუ რეჟიმს ეს აღარ ადარდებს. რეჟიმს რო ეს ადარდებდეს, რა ვიცი, აქამდე ალბათ სასამართლო გაშუქების სტანდარტებზე რაღაცა მინიმალურ რაღაცებს მიიღებდა, მაგრამ ეს რაღაცა ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას არ გაიმეორებდა, იმიტომ რომ მათთვის რაღაცნაირად თვითონ ყოველ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომ რეპუტაციულად ეს შემლახველია, მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად იგივე პოლიტიკა გაატარეს და დღეს დაიწყეს მისი აღსრულება. შენ რამდენად ფიქრობ, რომ აი რაღაცნაირად ისე რომ თეთრი ძაფით როა ეს საქმეები ნაკერი უკვე ცნობილია და მივიდა ხალხამდე, რამდენად არის სამიზნე აი სოლიდარობის აქტი, ანუ სოლიდარობის გაღვივება რამდენად არის სამიზნე? სოლიდარობას თავი დავანებოთ ჯერ მართლა იმ სიზუსტეზე ვიტყვი, რომ თვითონვე ჯერ ვიცით უკვე წინასწარ ყოველი ეს მოწმე პოლიციელი რას იტყვის. ან თუნდაც მუხლები ხო რითიც არიან დაკავებულები და პატიმრობაში ეს ბიჭები, მაგალითად ნარკოტიკების საქმე იქნება თუ ჯგუფური ძალადობა, ანუ თითქოს ჩვენებები მართლა უბრალოდ copy paste-ით აქვს გამოტანილი, ანუ ყველამ ვიცით რომ მაგალითად შემოვა მოწმე, რომელიც იტყვის რომ კი ვიყავით რაღაცა 4 პოლიციელი მის დაკავებისას, ასევე ვერ მოახერხეთ და არ გვიყო რესურსი გადაღებისას, ანუ იმდენად შეიძლება პირველად რო უსმენ და ერთჯერადად რო უსმენ რაღაცა გაგიშტეს იმის პროტესტის გრძნობა მხოლოდ რომ უიმე როგორი უსამართლობა როგორ ვერ მოახერხა, მაგრამ მე უკვე ყველას რო ისმენ ერთდროულად და შინაარსში შედიხარ, ანუ ხვდები რამდენად აბსურდია, რომ დააკავეს რაღაც 5 ადამიანი თუ 6, ეხლა ვინც ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის სამართლდება და ყველა кейსზე გვაქვს უბრალოდ ერთნაირი რომ არ იყო არც სამხრე კამერები, არც ვერავინ ვერ მოახერხა ეს ამის გადაღება ტელეფონით, მოკლედ ანუ იმდენად აბსურდია, რომ ამ ყველაფრის ჩვენება შეუძლია მედიას, ტელევიზიას, ონლაინ მედიას და აი ზუსტად ეს არის, რომ ან გარდა იმისა, რომ ემოციური ნაწილი მოაშორო ამ ყველაფერს, რომ რა თქმა უნდა, ვერც ერთი ქართული ოცნების ვერც ერთი მხარდამჭერი ვერ უვლის ამ ფოტოებს გულთბილად, ხო? ანუ ყველა აშიარებს და ყველასთან მიდის ეს ფოტოები. უბრალოდ სიზუსტე, ინფორმაციის სიზუსტე და ინფორმაციის ეს არეკლა რაც ხდება მედიაში დღეს სასამართლო პროცესებიდან ნუ ხდებოდა. უბრალოდ დაუჯერებელი არის და მართლაც ცირკი არის. არ უნდა გვავიწყდეს და მე ყოველთვის გავიხსენებ ხოლმე, სადაც შესაძლებლობა მექნება აუცილებლად კახა კალადის განცხადებას, იმიტომ რომ ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ ქვეყანას მართავს ერთი პარტია და ამას არც მალავენ, ანუ ხო შეიძლება რაღაც შემალული მდგომარეობა იყოს, მაგრამ აი კახკალდის განცხადება, რომ მედია ვერ დაიშვება, აღარ დაიშვება სასამართლოზე, იმიტომ რომ
მოაწყეს ცირკი თითოეულ პროცესზე. ანუ ეს განცხადება იყო იმანიშნებელი, რომ კი ჩემი არის სასამართლოს, ჩემი არის პარლამენტის, რავი, ყველაფერი და აი თქვენ რაც არ უნდა იყვიროთ, უკვე შანსი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ პარტიის პრინციპები და პარტიის სურვილები იქნება პრიორიტეტი ყოველთვის. ანუ ამის შემდეგ უკვე ვიცოდით დღეს რა დღეც იქნებოდა მაგ განცხადებების შემდეგ და არ ვიცი მართლა ვინ არის ამ ცირკის რეჟისორი მაშინ ვიკითხოთ, იმიტომ რომ მართლა უკვე გვეცინებოდა და ერთ-ერთ ბოლო პროცესის პარასკევს, რომელიც გადავიღეთ, იმდენად აბსურდული რაღაც ხდებოდა მათ შორის პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე, ასევე მოსამართლე, რომელიც უბრალოდ სახე დაკარგა, მეტი არაფერი არ ეთქმის ამას. აი ამ რაღაცეების ჩვენება რო არ უნდათ გარეთ, კი, ამიტომ ხდება ის, რაც ხდება და ამიტომ ვერ შევედით დღეს ჩემი აზრითაც პროცესს. აი განწყობები და დამოკიდებულებები როგორი იყო დარბაზში, შენობაში თუ ეზოში, იქ დასაქმებული მანდატურების თუ ადგილზე ვინც მუშაობს მათი მხრიდან, მან რამდენად ვლინდება, რომ რაღაცნაირად თქვენ უცხოს ხეულები ხართ, ასე ვთქვათ. აი მანდატურების დამოკიდებულება დღეს ახლა პირველად კი არ გვეკურცნეს, კანონი რო დაინიცირდა უკვე, რომელიღაც პროცესი 11 პარტიის პროცესი იყო ეგაც და რაღაცნაირად მანდატურთან ჩამოვაგდეთ ამ ზელაპარაკი და ესე რაღაცა ცინიკურად გითხრა რომ ხო აი რაღაცა მეორე კვირიდან აქაც ვერ შემოხვალთ და არგუმენტად მოყავდა ის რომ აი აქ რო გახართ ხოლმე კორიდორში ხმაურობთ და იქ პროცესს ხელი ეშლება თუ რაღაც და მაშინვე მივხვდი რომ ეს ადამიანები წინასწარვე არიან მომზადებულები და ელოდებიან ერთის სული აქვთ რომ მედიას აღარ კონდეს შიგნით გადაღების შესაძლებლობა კი ხანდახან ვამბობთ ხოლმე რომ მანდატურებს შორისაც გამოირჩევიან ესე ადამიანები მაგრამ მაინც კოლექტიურად ესეთი ძალიან კაფიოდ აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევიან განსაკუთრებით ბოლო პერიოდია და ესე პროცესების არჩევა იციანთან, სადაც იციან რომ ბევრი ადამიანი მოდის, იმ დღეს მაგალითად 8 თუ 9 მანდატური იდგა და ვერ მივხვდით უბრალოდ რას აკეთებდნენ ესენი ერთად რა და მივხვდით რომ რაღაცა არეულობას ელოდებოდნენ, რომ ვიღაცა ესე სიამოვნებით გაიყვანათ ან პოლიციისთვის გადაეცათ. დღესაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება იყო, გარეთვე ძალიან მკაცრად გითხრეს, რომ ეს კანონის ენით გველაპარაკებიან თითქოს იმის იქით ხა მანდატურები იდეაში რატო ვსაუბრობთ, როდესაც PR-ს დაურეკეთ და PR-მაც კი ეგვიპასუხა რა, რომ თემა არ მე მგონი გადაცემა უნდა მოვაწყოთ ცალკე, იმიტომ რომ რა შექმნეს და როგორი შუამავლები არიან თუნდაც აი ჩვენსა და კომიკურად რა თქმა უნდა ჩვენსა და სასამართლოს შორის მართლა ცალკე არის ასაუბრო, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ის რაც დაიწყეს, მათი არ გამოჩენით მივხვდით რასაც ამზადებდნენ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც არის აი სულ ვამბობ ხოლმე რომ ფიზიკურად ცდილობდნენ რომ ხელი შეეშალათ ჩემთვის მაგალითად ანუ არ მახსენდებოდა დღე ეს იყო 12 ივნისი იყო მათაც პროცესი მე მგონი 13 ივნისი იყო პირველად რომ ვერ დავინახე ეს ადამიანები ჩემთან შორი ახლოს რაც წარმოუდგენელი იყო და მაგ დროს მივხვდი რომ ეს რაღაც ხდება და ნუ პირველი დღე რადგან იყო ყველა მითხრა რომ ჯერ მოითმინა შემდეგი დღე ვნახოთ და შემდეგი დღე იყო უკვე ორშაბათი და ორშაბათსაც რო აღარ გამოჩნდნენ უკვე ვთქვი რომ კი მეგობრებო ეს ის არის რომ ესე დადგება ეს მომენტი როცა ვეღარ შემოვალთ იმიტომ რომ რაღაცას ამზადებდნენ და რაღაცის მომზადებაში დღევანდელი დღე ვიგულისხმე რა თქმა უნდა რომელიც კი დიდი ხმის წინ უნდათ ამ ყველაფრის გაკეთება თუმცა ხო არ ვიცი შეიძლება ითქვას რომ დაიგვიანეს კიდევაც იმიტომ რომ უკვე იმდენი ფოტო და იმდენი მოწმის სახე გვაქვს რომ ხო აზრი აღარ ქონდა ამ შეზღუდვებს თუმცა ახლა განაჩენების გამოცხადება არის ჩვენთვის პრიორიტეტი რომ ეს რაღაცნაირად უნდა გადავიღოთ აუცილებლად და ვანახოთ საზოგადოებას რა აბსურდში გვიწევს ცხოვრება და რა აბსურდში მივეჩვიეთ რომ ვიცხოვროთ და მე მგონი მათე დევიძის პროცესმაც დააჩქარა ეკამპავი იმიტომ რომ გარდა იმისა პროცესზე ხო ძალიან ისეთი ემოციური სიტყვა ქონდა მათეს და ემოციური იყო მთლიანად პროცესი მართლა არ მახსოვს ეგეთი არაფერი გარეთაც ეს აქცია მასშტაბური და აი რაღაცნაირად სხვა ინფორმაციული ომი მოიგო ასე ვთქვათ აქეთა მხარე იმ
მხრივ, რომ აი დღეს ანდრო ჭიჭინაძემაც პროცესი მაგით დაიწყო რა, სიტყვით რო გამოვიდა თქვა ეგ, რომ მე მგონიაო, რომ რაღაცნაირად აი ამ პროპაგანდაში დამარცხდა ქართული ოცნება იმ მხრივ, რომ ელოდებოდა, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს დააჯერებდა, რომ ეს ადამიანები მართლა არიან ესეთი მკაცრად, ესეთი დამნაშავეები, მაგრამ ამის ერთი მტკიცებულებაც კითხემდე ვერ წარმოუდგენია პროკურატურას, იმ დღეს იყო ძალიან სასცილო მდგომარეობა. გემახსოვრებათ ეს სახაზინო ადვოკატების პროცესზე, ხო, რაღაცა ერთ დღეს დაიწყო, მეორე დღეს გაგრძელდა, მთელი 3 საათის განხილვის საგანი იყო და ბოლოს ერთ-ერთმა ადვოკატმა, მე მგონი ირაკლიმ ჩომახაშვილმა პროკურორის სიტყვის მერე კითხა, რომ ვერ გავიგეო. ანუ იმდენად არეულები იყვნენ თვითონ პროკურორებიც, რომ ერთმა თქვა ჯგუფური ძალადობა, მეორემ თქვა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობას ვედავებითო და ბოლოს ადვოკატმა რომ კითხა, რომ რას ედავებითო? ანუ საბოლოოდ ეგ მაინც ჩამოგვიყალიბეთ და თქვენ თვითონვე შეთანხმდითო პროკურორები რას ედავებით ამ ადამიანებსო და იმდენად კომიკური სიტუაცია იყო, რომ თვითონ პროკურორებსაც კი გაეცინათ და ნუ მოსამართლესაც ეცინებოდა. ანუ აი წარმოიდგინეთ ესეთი მართლა ცირკის, ესეთი აბსურდის გაშუქება რატო უნდა აწყობდეს ახლა ქართულ ოცნებას, როდესაც მართლა სასამართლო პროცესებში არის ბოლოში გასული და პლუს ემატება ეს ემოციური ნაწილი, რაც მგონია რომ ძალიან მოქმედებს საზოგადოებაზე. გარკვეულ ნაწილზე მაინც და აი ამ რაღაცა პროპაგანდისტულ ომში მგონია რომ მართლა წააგეს. და ამის ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო დღევანდელი დღე. ალბათ იმის თქმაც შეიძლება რომ აი ამ ინფორმაციული ომი გასაგებია რომ ვერ მოიგებდნენ, იმიტომ რომ აშკარად აი რაღაცა მცდარი პოზიციიდან არიან, მაგრამ ამის საპირწონედ ხელფასების გაცემის წესს ცვლიან, უორმაგდება ზოგ მოსამართლეს. ხელფასი ისედაც დამორჩილებული ჰყავდათ პრინციპში სასამართლო, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ რაღაცნაირად უჭირთ შეკავება აი ამ სივრცეში ბოლომდე გაფუჭება ამ ხალხის და მაგიტო საჭიროა რომ უფრო მეტი იმით გამოიბან რა. მოსამართლეები კი. ნუ ხელფასზე მე მგონი ეგაც არ დასჭირდებოდათ ამ პირობებში, მაგრამ ხელფასები ალბათ კარგი წახალისებაა, თორე არ მგონია ეხა ნინო გალუსტაშვილს მარტო ხელფასი იყოს მისთვის ამახალისებელია. ანუ ადამიანი ზის იმ სკამზე იმისთვის რისთვისაც ის ძალიან ცხადი გახდა უკვე, რა ვიცი, განსაკუთრებით ცუდი შეგრძნება, როცა კამერაზე არ ვიყავი კონცენტრირებული და პირველი 10 წუთი ველოდებოდი, მართლა მქონდა რაღაცა იმედის ნაპერწკალი, რომ იქნებ რაღაცა დაუშვას გამონაკლისი და უბრალოდ შოკში ვიყავი და მაგიტომ დავტოვე დარბაზი რეალურად, როდესაც ადვოკატების განცხადებები, მერე პლუს ბრალდებულების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კი მედია უნდა დაიშვას და მედია უნდა იყოს ამ სხდომაზე და თითქოს კი აძლევდა უფლებას რომ ესაუბრათ, მაგრამ მიდი მალე თქვით რომ მოწვევა შემოვიდეს. ანუ აზრი აღარ ქონდა, მიხვდით რომ რაღაც არგუმენტები ეთქვა, თან რაღაცა ვინმეს სარფიან რაღაც წინადება ეთქვა, უბრალოდ უნდა რომ სწრაფად ეთქვა, იმიტომ რომ ხო მის პოზიცია ხო ეგ არის სწრაფი მართლმსაჯულება, რაც რა თქმა უნდა ბუტაფორია, ვიცით, იმიტომ რომ ეხა ყოველდღე პროცესების ჩანიშვნა პლუს ის განცხადება, რომ ხამის 12 საათამდე თუ იქნება საჭირო, ხამის 12 საათამდე დავრჩებით, კი ესე მოხდება, მაგრამ ალბათ მოხდება მედიის გარეშე, ფოტოების გარეშე და ვიდეოების გარეშე. ხო, ეგ ალბათ მსმენელისთვისაც რო ავხსნათ, არის ის, რომ 9 თვიანი წინასწარ პატიმრობის ვადა გაზდით ამ ადამიანებს, ანუ უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში და აგვისტოში, როგორც ვიცით, მოსამართლეები გადიან შვებულებაში, ამიტომ ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესები, რომ განაჩენი გამოუტანონ ყველას, ამიტომ განსაკუთრებით ამ 11 პოლიტპატიმრის პროცესები არის ეხლა დღეს ივლისში, ყოველ მეორე დღეს, ანუ დღეს რო იყო, ხვალაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ონისეს მამის ამბის გამო გადაიდო და დანარჩენი არის მიწყობილი ესე და თან მოსამართლეს გაფრთხილებული ყავს ადვოკატები, რომ ღამის 12 საათზეც რომ დავასრულოთ პროცესი, უნდა ვიმუშაოთ. ანუ იმდენად სწრაფი იმით ტემპით მიდის. დღეს ვაკეთებდით კალენდარი უნდა გამოვაქვთ ცოტა ხანში და ესე ფერების მიხედვით უნდა აღვნიშნოთ რომელი პროცესი, რომელ დღეს არის და არც დავფიქრებულ არ მაგაზე ემთხოვა კიდევაც 8-იანის 11-იანის პროცესი და აი ცოტა წარმოუდგენელია, კი და ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს. ნუ ალბათ მედიისთვის უკვე ვერც გადავიღებთ მანამდე ამ პროცესებს, მაგრამ ხო თვითონ დარბაზიც ვერ წარმომიდგენია 11-იანის 8-იანის როგორ უნდა იყოს ან ხო. მოკლედ დიდი გამოწვევები გველის წინ და ჯერ არ ვიცით როგორ მოხდება, მაგრამ ხო, მინდოდა რომ განაჩენები მაინც მისულიყო საზოგადოებამდე, იმიტომ რომ საზოგადოებას თითქოს რაღაც
ვერ ხვდება მნიშვნელობას, აი დღეს რო ეს ვითომ არაფერი ისე ჩაივლის და მე განაჩენებით ისე მოვა რომ ვერც ვერავინ მიხვდება, აი ვეღარ ხვდები ხოლმე დღესაც ძალიან გაბრაზებული ვიყავი ხალხზე რომ ვერ ხვდებიან სად ვართ და ვერ ხვდებიან რეჟიმს, ანუ რეჟიმს რატო ემსგავსება უფრო და მეტად იმ შაბლონურ რეჟიმს, რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ და ეხაც იციან ხოლმე ამას რეჟიმს რო ვეძახით ხოლმე რომ თქვენ რა ის რეჟიმი რა არის, თქვენ ხო ნაცების დროს არიყავით და ანუ იმ თუნდაც შაბლონურ განმარტებაში რაც არის რეჟიმი, კი ზუსტად მაგას შეესაბამება ის ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ეხლა ხდება რეპრესიებიდან დაწყებული, სისხლის სამართლის საქმეებით დამთავრებული და არის ჩვენი მდგომარეობით, როცა დღეს ორ დაწესებულებაში ვცადეთ ხო შესვლა და მინიმუმ შესვლა და იქაც ვერ შევდივართ პოლიცია. ხო ყველგან. შესაბამისად ხო წლებია ჯერ რა ვიცი საჯარო ინფორმაციას არ გაწოდებდნენ იქამდე ბიზნა ივანიშვილი აღზრდის საქმე აიღო ხელში მედიის და ეხლა რაღაცა ეს არის აჩრდილია რომელიც რაცამს დაგვეცემა არავინ არ ვიცით როგორია აი რაღაც ალბათ გადაწყობა მოგიწევთ ამ ახალ მოცემულობაზე სადაც ტექსტი და მხოლოდ ტექსტია რაღაც ისაც ამყვანი იმიტომ რომ ალბათ მოლოდინი იმის არ გაქვთ რომ უფლება მოსწავლე არა მეც არ მაქვს მოლოდინი უკვე დღეს მერე და მაგას ვეტყვი აუცილებლად იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ხმის ჩაწერა იმ ხელა მნიშვნელობის არის ჩვენთვის რომ ინფორმაციის სიზუსტე თუ გვინდა და რაღაც კარდებზე გამოტანილი ტექსტი იქ მოსმენელი და ყურით აკრეფილი კი არ არის ანუ ეს სამჯერ ოთხჯერ უნდა მოისმინე როგორც მინიმუმ რომ დაიჯერო ის თითოეული რაღაც სიტყვასაც კი მნიშვნელობა აქვს და როცა მაგის უფლებასაც კი ვერ ვიღებთ ახლა სასამართლო პროცესზე და დარწმუნებული ვარ რომ მაგას რაღაცნაირად უფრო და უფრო შეზღუდავენ. უნდა დაეწიო ფაქტობრივად. ხო, ანუ შეუძლებელია იქ რომ ეს თუნდაც რაღაც ცხარე კამათი იქნება თუ არგუმენტების გაცვლა იქნება, ამის გადატანა უკვე კარდებზე თუ ტექსტში თუ სტატიებში ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი არის, მაგიტომ მინდა რომ ჯერ პროცესს დავაკვირდეთ და ალბათ მე უფრო ვნახოთ რა იქნება მათი გეგმა, იმიტომ რომ ხო ეხაც ჟურნალისტები არიან გარეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შენობასთან და ითხოვენ რომ ამ საბჭოს წევრებს ან ვინმე წარმომადგენელს შეხვდნენ და უბრალოდ მიიღონ ის კითხვები როგორ შევძლებთ ხვალიდან პროცესების გადაღებას და გაშუქებას. ხო, მათ შორის როგორც ვიცი მოთხოვნა არის გამარტივება და ბევრად ხელმისაწვდომად ხდება იმის მოთხოვნის გაგზავნის, ანუ განაცხადის შევსების. თუმცა ხო, ჯერ უბრალოდ ვიღაც რო გამოჩნდეს, ვისაც შევეკითხებით რა მექანიზმით ხდება, ეგეც კი საკმარისი იქნება ამ მომენტში და მე ალბათ უკვე გაირკვევა საიტზე შევძლებთ შევსებას ამ ნებართვების თუ რაღაცა ყოველ დღე და ყოველ პროცესამდე უნდა მივიდეთ რაღაც შენობაში კონკრეტულად და დავწეროთ განცხადება. ანუ იმდენად წარმოუდგენელი არის ეს უფრო მარტივად რო აგიხსნათ რას გავდივართ, ანუ აქამდეც არ იყო რა თქმა უნდა ეს ნებართვების აღების პროცესი. დღეში რო რა საშუალოდ 4-5 პროცესი მაინც არის ხოლმე ყოველ დღე ახლა. იმიტომ რომ სინდისის პატიმრების ჯგუფ ბრალდებისთვის ბრალდებულების გარდა არის ინდივიდუალური кейსები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. და თითოეულ პროცესის დაწყებამდე პრაქტიკაში დანერგილი, თუმცა კანონში არ გაწერილი ესეთი წესი არის, რომ ერთი საით ადრე უნდა შეავსო ნებართვა თავისი მოსამართლის სახელით, ბრალდებულის სახელით, დროით, რასით ხო ფოტო ვიდეოს და ნუ ავსებ და ესას თუ ისე პრობლემატურია ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, რომ მაგალითად თუ პირველად აკავებენ ადამიანს და ჯერ აღკვეთის სხდომა ინიშნება ხოლმე, ამაზეც 1 საათი რო არ გვაქვს ხოლმე მაგასაც კი არ ითვალისწინებენ მოსამართლეები პლუს რაღაც დამატებით ბარიერებს გვიქმნიდნენ და ამის მიუხედავად მაინც რაღაც შევეჩვიეთ, რომ კი ან წინა საღამოს წინა დღეს ან თუნდაც 1 საათი ადრე ვწერდით ხოლმე ნებართვაზე და ეგეც კი რთული იყო, იმიტომ რომ რაღაც 4-5 პროცესი უნდა იყოს და მე ზოგიერთ მოსამართლეს არ უჩანდა ეს ნებართვა და მოკლედ ეგეც კი რთული იყო და ეხლა ვერ წარმომიდგენია რომ თითოეულ პროცესამდე ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა შეიკრიბოს, მიიღოს გადაწყვეტილება ამან თუ იმ მედიაზე ან ვინ გადაიღებს და მე გავრცელების ვალდებულება როგორ ექნება, ანუ არაფერი ჩვენთვის არ არის ცნობილი, კანონში არ არის ამის ჩაზუსტებაც სამწუხაროდ და ნუ არ ვიცით ჯერ ყველაფერი არის ძალიან ბლარი და იმედია მოხდება სწრაფად. ბევრად ცხადი იმედია გახდება რაღაცები. აი ამ იმაზე სასამართლოში გადაღების ამბებს გამახსენდა ესეთი რაღაც სულ ცოტა ხნის წინ სადღაც 1 კვირის წინ დედაენის ბაღში
ვიღებდით ვიდეოს რესპონდენტს წერდით და იქ მოგვადგნენ მანდატურებით ვინ ხვია და ის გვითხრეს რომ რაღაცა ნებართვა არ გქონდა რა და ძალიან გაგვიკვირდა იმიტომ რომ საჯარო სივრცეა და ღია სივრცე და ნებართვა წესით არ უნდა გჭირდებოდეს და მე მოკლედ გადარეკეს გაარკვიეს პარტიულები ვიყავით თუ არა ნუ მოკლედ კითხეს რაღაცები მე იმათ უთხრეს რომ არა ესენიო პარტიულები არ არიანო თემაზეც გინდა თუ არა რაზე წერთო და მოკლედ აი ესე ძალიან ჩაგჭიჩინებით და სასამართლო კი არა შეიძლება მალე მივიღოთ ის სიტუაცია ვარ თავის ინიციატივით გაკეთებული ამბავი იყო, იმიტომ რომ ბოლო წლები აღწევან ხო ახსენა საჯარო ინფორმაციას არ გვაძლევენ ხოლმეო და ბევრჯერ შეგვიმჩნევია სხვადასხვა უწყებაში ადრე რისი უფლებაც ჰქონდა, ახლა აღარ გვაქვს. ოღონდ ეგ არ მგონია რომ რაღაცნაირად ვიღაცამ დაავალა, განაპასუხისმგებლობა გადამაგიხა მანდატურებზე დაცვაზე, მაგრამ იმდენად დახურეს ყველანაირი სივრცე და ყველა ეს უწყება, რომ აი ამას წინათ ხა მე და შენ ვიყავით ერთად განხლების სამინისტროში, აქამდე წლების განმავლობაში თუ მქონდა იმის უფლება, რომ შიშიმო პირებს შევყოლოდი შენობაში და განცხადების დაწერის პროცესი ვიდეოზე გადამეღო, უბრალოდ გამომიცხადეს, რომ არ მქონდა იმის უფლება, მე მეორე დაცვამ შემიშვა. ანუ განა რაღაცა წესების მიხედვით იმასრობიან, უბრალოდ აი ეს რაღაცა თვითცენზურა ჩამოიყალიბეს თვითონ ამ ადამიანებმა იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკას ატარებს, ხო ქართული ოცნება დახურულს, ყველანაირად იზოლირებულს, მედია რაღაცა მტრად გამოაცხადეს, თვითონაც მტრად დაგვიდგნენ და ეს გამოიხატება მე ესეთ პატარა რგოლებში, ხო ამ ადამიანებში, რომლებიც დაბნეულებმა შეიძლება იფიქრონ, რომ რაღაცა მედიას თუ შეუშვებ, შეიძლება მე დავისაჯო. იგივე ამბავი იქნებოდა სავარაუდოდ დედაინაში, იმიტომ რომ რაღაცა ეს ხო, უნდა გაერკვიათ. და ვიცი, მეტროში ვამჩნევ ხოლმე უკვე პოლიციის თანამშრომლებს, რომ რაღაცა მობილური დგანა და გამოვლენებს უღებენ ხოლმე, აი აქცია, ხო გუშინ რომ ამოვდიოდი თავისუფლების მეტროდან, მივხვდი რომ პოლიციის თანამშრომლები იქ, ოღონდ უშუალოდ მეტროს თანამშრომლები, ეს ყველა სახეზე გვიღებდნენ და მივხვდი რომ ეს აქციის ამბავი იყო და მათაც რაღაცა დავალებული აქვთ, რომ ყველას გადაუღე დააფიქსირე ეს ადამიანები. მე ეს თვითნებურ შეზღუდვებზე ვიტყვი ერთ სასამართლოში, რაც გამახსენდა ეხლა, რომ როცა კი მიხვდნენ რომ რეალურად შევდიოდი ხოლმე პროცესებით და ვიღებდი ისე რომ უარს ვეღარ მეუნებოდნენ ყველაფერი დაკმაყოფილებული მქონდა და ყველაფერი კანონის მიხედვით მქონდა შევსებული ხოლმე და რო ხვდებოდნენ რა რომ უარის თქმის საფუძველი აღარ არსებობდა იწყებდნენ ხოლმე რაღაცა ისეთი მითითებების გაკეთებას რაც ანუ არაფერში არ ჩდებოდა რომ ყველაზე მეტად რაც მახსოვს და ჩხუბი ავტეხე იმიტომ რომ მე ამას შელაპარაკება მოყვა და საბოლოო ჯამში ყვირილი მომიწია იყო ის რომ პროცესის გადაღების დროს მივტრიალდი კარებისკენ და კარებში ერთგვარი ფანჯარა რო არის ამ ფანჯარას ვუღებდი იმიტომ რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ოჯახის წევრი ელოდებოდა და ამის გადაღება მინდოდა და ამაზე მომცა მანდატურმა მითითება რომ ნუ იღებ გადაიღე სასამართლოზე და როცა ნებართვა მაქვს იქ ჩემი გადასაწყვეტი არის რაც გადავიღებთ და არ უნდა შემოვიდეს არანაირად შინაარსში ეს თუ ის ადამიანი მithumetes მანდატური და არ მითხრას რომ ნუ იღებ ფანჯარას ხო ან რაღაცა იმ წუთას გამოგონებული წესი იყო რა თქმა უნდა ეგრევე მივხვდით და ყველაზე სასაცილო რაც იყო რომ მხარი აუბა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა პრესის სამსახურის წარმომადგენელმა და მითხრა რომ კი შენ პროცესზე ხარ და უნდა გადაიღო პროცესი ანუ ესეთი რაღაცები იყო ძალიან ხშირი მაგალითად მithumetes როცა მხედავდნენ რომ მე ვიყავი რაღაცის ინიციატორი ხოლმე რომ მაგალითად წლობით დანერგილი პრაქტიკა იყო რომ ტელევიზიის ჟურნალისტები როდესაც ნებართვას იღებდნენ ვიდეოზე იქ ერთი შაბლონი იყო და იქვე შეეძლოთ რომ ფოტო მოენიშნათ და იმის გამო რომ ვიღაცას შეეძლო რომ ტელეფონი ამოიღო და უბრალოდ გადაიღო ფოტო ამის შესაძლებლობას მარტივად იძლეოდა ეს შაბლონი ხოლმე და ეს ისე ნიშნავდა ტელევიზიის ოპერატორი ამ ფოტოს რომ მე შეეძლოთ სხვა ჟურნალისტებს მიეცათ ეს ტელეფონი და სხვების ტელეფონით ამ ერთ ოპერატორს გადაიღო ფოტოები და ერთხელ მოხდა ეს შემთხვევაც რომ დამსწრემ მომცა ტელეფონი ავიღე გადავიღე ჩვეულებრივი რისი უფლებაც მე მქონდა მონიჭებული აბსოლუტურად და ამაზე ატყდა ამბავი ერთი სან მივიდნენ კიდევაც მასთან ვის ტელეფონითაც გადავიღე წააშლევინეს მე ცალკე მომცეს საყვედური და არ ვიცი კიდევ რამე თუ გამაკურებდა იმ სასამართლოში არ ვიცი მაგრამ ხო ეს იყო ერთ-ერთი კიდევ თვითნებური რომელიც ასევე პრესამსახურის წარმომადგენლებმა დაიცვეს მანდატური იმის მაგივრად რომ ჩემთვის ეთქვათ რამე ეს პრესამსახურის წარმომადგენლები არ ვიცი მათი ხსენებაც კი არ მინდა ხოლმე იმიტომ რომ ეხლა ძალიან კომიკური პერსონაჟები არიან რეალურად და ეს აუცილებლად უნდა ითქვას, იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა
ან მე ვეძახდი ხოლმე და პირშიც მეთქავს რა თქმა უნდა არ მალავ ამას რომ პრეს-სამსახურის წარმომადგენლები კი არა ჟურნალისტების ხელის შემშლის სამსახური უნდა იყოს და უნდა ერქვას იმიტომ რომ მე არ მახსენდება მათ მიერ კომუნიკაცია რაც არ იყო მიმართული იმისკენ რომ ხელი შემეშალა მე ან რომელიმე სხვა ჟურნალისტს და ან თუ სხვა მხრიდან ხვების მხრიდან მეშლებოდა ხოლმე ხელი ეს იქნებოდა არ ვიცი პოლიციელები მოწმეები რომლებმაც ფაქტობრივად ფიზიკურად იძალოდეს ჩემზე და ტელე პირველის ჟურნალისტზე რაც მახსოვს მე იმ დღესვე იყო რომ ერთმა მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმეების მოსამართლე იყო და გამომაძევა დარბაზიდან ძალიან უსაფუძვლოდ და აი ამის შემდეგ ანერვიულებული ხვდები ამ პრესამსახურის წარმომადგენელს და ვეუბნები რომ თუ შენ არ მეხმარები და თუ შენ არ ცდილობ რომ ესეთი რაღაცების საქმეები ამარიდო თავიდან და არაცემინო ჩემი თავი როგორც მინიმუმ არ შეგიძლია და არ გამიწიო შეღავათი ანუ რატო ხარ აქ და ანუ პასუხი იყო ის რომ შენ იცი მიშას დროს რა ხდებოდა და აი ხო ეს მუდმივად დაგვრთხო მე ვერ დავიჯერე ანუ უცებ გავითიშე და სმენის და ხედვის უნარის დავკარგე რომ ანუ უბრალოდ ადამიანს აზრი აღარ ქონდა რაღაცა მეთქვა მისთვის შესაბამისად დღეს აწყობთ რაც მიშას დროს ხდებოდა იმის გაკეთება უნდა რომ რაღაც პრაქტიკა გავატარო და არ ვიცი იდეაში იქამდე ეს ბარიერები ხა ოთახში პატარა ოთახში შეყვანა მათე დევიძის პროცესიც რა ვიცი 20 კაციან დარბაზში გამოაცხადეს პლუს ოთახი აქვთ ხოლმე სპეციალური სადაც უდიდესი შუშა არის მოსამართლეს და ხო მე-11 დარბაზი და ანუ აქეთ ხდომ და იქით მსხდომ ადამიანებს შორის არის ხოლმე უდიდესი ბარიერი და ფაქტობრივად არაფერი არ ისმის თუ წინასკამზე არ ძიხარ და ეხლა ხუთშაბათს დავიწყეთ მე-დანათიან მასალის გაკეთება მე-11 დარბაზზე და ყველაფერი ავაწყეთ და აგერ ახალი კანონიც თუ 4 შაბათი იყო მოგვეწია ზუსტად და დამჭა კადრები ზიასთან მახსოვს ასე ზიას ეხლა თვით ცენზურაზე რა ვლაპარაკობდით თვითონ მანდატურების ეგ განასხვავებს ზიას პროცესებს თბილისში მიმდინარე პროცესებისგან რომ აქ მყოფი და მომუშავე მანდატურებთან მტრულად არიან უმეტესობა განწყობილი და განსაკუთრებით ეს მანდატურებს ხელმძღვანელი ვინც ყავთ ამ ადამიანზე არ ვიცი უბრალოდ ალბათ დრო გავა და ცალკე მასზე მოვამზადებთ მასალას იმიტომ რომ ხო არ ვიცი ძალიან ისეთი ძიმე ფორმები ცდილობს ხოლმე ადამიანებს შეურაცხყოფს განსაკუთრებით ჟურნალისტებს მაგრამ მზიას პროცესზე იყო აი ეგ ანუ ჯერთი ნებართვების აღება იყო ძალიან მარტივი ფოტო და ვიდეო გადაღებაზე მაგრამ რომც არ აგიღო მანდატურების დამოკიდებული იმდენად განსხვავებულია იმდენად რაღაცა ეს ღირსებაზე და პატივისცემაზე დამყარებული რომ სრულიად სხვა აურა არის ხოლმე მაგ მხრივ რა თქმა უნდა იქაც ბარიერებია დინამიკში ხმარის მის და დაძაბულები ვართ ხოლმე ნუ რამდენჯერაც ყოფილვარ მაგრამ აი ეს მანდატურების დამოკიდებულება განსაზღვრავს ძალიან ბევრ რაღაცას რა ანუ გარდა იმისა რომ შენ პროცესზე უნდა იმუშაო ამ ადამიანებს ტანჯვას უყურო ერთი მხრივ მეორე მოусმინოთ რომ მოწმეებს და თან ძალიან რთულია იმის გაცნობიერება მართლა რომ ეს რაღაცა ჩვენებებით ერთმანეთს გავს და უკვე თითქოს დაზეპირებული გაქვს ვინ რას იტყვის რას მოიტყუება როგორ სულ იმას რა ქვია სულ რაც დაგიხატავს და აი ამის ფონზე სულ გაქვს ეს მანდატურის გვერდით მტრული განწყობილების ამბავი ხვდები და აი რაღაცნაირად ესაც აქვთ ხოლმე რა რომ ერთ-ერთი ხელი შემშლელ ფაქტორად ხო რაღაცა მიგვაჩვიეს მაგრამ თან ძალიან გული გვწყდება ჟურნალისტებს იმიტომ რომ რეალურად არც ჩვენ ვართ მათი მტრები არც ისინი უნდა იყვნენ ჩვენი მტრები რა ვიცი რაღაცა უწყებას ემსახურებიან და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ მაგრამ ნუ ძალიან რთულია ხა ესეთ პოლარიზებულ გარემოში იმაზე ლაპარაკი რომ მანდატურმა შეიძლება მეძახოს ნაცი მართლა იმ დღეს მეუბნებოდა რომ აი ხო არა ჩემთვის ეს მოუძახებია ახლა იმ უფროს რომ ის სამკურნალო ხარო მაგალითად რაც ხო ძალიან ხო კი სიგიჟე იყო უბრალოდ ისეთები მოვისმინე გოგოების კი გოგოების მიმართულებით განსაკუთრებით აგრესიულია არ ვიცი გამოძევების დღეს მართლა ცოტა დრო დამჭირდა რომ ეგ გამეაზრებინა რომ მანდატურიც კი იმიტომ რომ ჩვენ შეჩვეულები ვართ კაც პოლიციაც სპეცრაზმით ეგრე გველაპარაკება წლებია და ეგრე გვეპყრობა მაგრამ მანდატურების მხრიდან ძალიან ცნობრი იყო რა მაგის გაზრება მაინც თუმცა ხო ანუ წეგან როგორც აღნიშნე უნდა აღინიშნოს რომ ყველა არ არის ესეთი არა რა თქმა უნდა არიან ისეთები რომლებიც მართლა ძალიან ცოტანი არიან და სამწუხარო არის ეს რომ სისტემაში ვეძებთ ხოლმე რაღაც თვალებით რომ ვინ არის ჩვენ პროცესზე იქნებ გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა და როგორც მინიმუმ ხელით არ გაგვათრიოს დარბაზიდან იმიტომ რომ როგორც კი მოსამართლე არ ვიცი იტყვის რომ
დატოვეთ ყველა დარბაზი და გაძევებთ ყველას. მაგ დროს სხვა ადამიანები ხდებიან საერთოდ და შეუძლიათ რომ იძალოდონ ქალიან კაციან ყველაზე აბსოლუტურად. ხო, არ ვიცი, რაღაც ბარიერს ემატება ბარიერი და ბარიერად მე რა ეს ადამიანებიც რო იქცევიან კიდევ უფრო სამწუხარო რამეა. პრინციპში დასასრულისკენ შეგვიძლია წავიდეთ, დასასრულს რამე რემარკა ან რამის თქმა ხო არ გინდათ და მე იმას ვიტყვი ძალიან მოკლედ, რომ კი ვილაპარაკეთ ამ ბარიერებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ინფორმაცია აუცილებლად გავა სასამართლოებიდან, სხვადასხვა ფორმით არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მესმის რომ ეს ვიზუალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გახდება ისევ ეს აქტუალური დარწმუნებული ვარ, მაგრამ ინფორმაცია აუცილებლად გავა, არ დაიმალება. მით უმეტეს პუბლიკას მართლა იმხელა არქივი აქვს სრულმოწმეების, რომ და წეღანაც აღვნიშნე, ყველა საქმეში, ფაქტობრივად ყველა პატიმრის საქმეში ერთი და იგივე პოლიციელები ფიგურირებენ. არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულს და მუხლს. ამიტომ ყველა არის უკვე დაფიქსირებული, მხილებული, უბრალოდ არქივს გამოვიყენებთ ჟურნალისტები. ეგ არის და ეგ. მეც დავამატებ და მადლობას ვეთქვი იდეაში ველზე სასამართლოში მომუშავე ადამიანებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც რედაქციებიდან გვამაგრებდა და ჩვენ სიზუსტეს თუ ჩვენი მასალების ხარისხზე ესრულავდა და არ ჩანს ხოლმე რეალურად რამდენი ადამიანი მუშაობს თითოეული პროცესის გაშუქებაზე, თუმცა ძალიან დიდი რესურსი სხვადასხვა მედიის და თვითონ მედიებსაც მადლობა ალბათ, რომ ამ თემას რა თქმა უნდა საინფორმაციო ბადიდან არ აგდებენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანმა გაიგონ რა ხდება, რა ჯოჯოხეთი ხდება თითოეულ პროცესზე და ჩვენ ხო მე მგონია რომ არც ერთი ჟურნალისტი ვინც იქ მუშაობთ არ დავზოგავთ რესურსი იმისთვის რომ გავაგრძელოთ იქ მუშაობა, რაც შეეხება არქივს კი ამაზე რაღაცა იდეებიც გვაქვს რომ ეს არქივი უფრო და უფრო მეტად გავრცელდეს და უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელშესახები და ნელ-ნელა ამასაც გავასაჯაროებთ რა თქმა უნდა. მოკლედ თვალიადევნეთ პუბლიკას, თვალიადევნეთ 64-ს, რომელიც სივრცეს გვითმობს და ტექნიკურად გიდგას მხარში და თვალიადევნეთ აპრილს პოდკასტის ახალი ეპიზოდები ყოველ საბშაბათს დაიდება საღამოს 7 საათზე. მადლობა თქვენ. მადლობა.